განვაგრძობთ გამოშვებას და დედაქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ფორუმები, რომელიც თბილისის მთავრობას სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. რა ეტაპზეა დედაქალაქში ავტოპარკის განახლების, ველობილიკების მოწყობის და ზოგადად სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმა. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე არის ჩვენი სტუმარი დღეს. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, უღმეს მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში. ბოლოს შეახლებით დავიწყოთ ABD-ის ფორუმი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა, თქვენ იმყოფებოდით, მაშინ მონაწილეობა მიიღეთ. ზოგადად ფორუმზე რომ გითხრათ, რა სახისაა და თქვენ რა სამუშაო ჩაატარეთ მის პარკლებში? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. Გამილუსო მაყურებელს დღევანდელი დღე 1 ივნისი, ბავშვთა საერთაშორისო დღე და ყველას უსურვო რა თქმა უნდა ძალიან. რაც შეეხება ჩვენს ვიზიტს ფილიპინებზე, ეს იყო აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში, მანილაში, ეს მიწვევა განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის მიწვევის პარკლებში. იქ იყო ორი ფორუმი, ერთი ეძღვნებოდა ზოგადად ქალაქების განვითარების მიმართულებას და ქალაქების განვითარებას რამდენიმე მიმართულებით. პირველი ეს არის მწვანე ინფრასტრუქტურა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებას და ზოგადად განხილული იყო ასევე smart cities კონცეფციები. მეორე ფორუმი ეძღვნებოდა უბრალოდ კვლევითი ინსტიტუტების მიერ შექმნილ ახალ ტექნოლოგიებს, ეგრეთ წოდებული think tank-ების შეხვედრა იყო, სადაც აზიის განვითარების ბანკთან ასოცირებული ესეთი კვლევითი ინსტიტუტები იყვნენ წარადგენდნენ იმ მიღწევებს, რომელიც მათთვის აზიის განვითარების ბანკი ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოში აქტიურად არის ჩართული და პარტნიორობს სხვადასხვა უწყებებთან. შედგა თუ არა გარკვეული კომუნიკაციები, იყო თუ არა სამუშაო შეხვედრება, რა კონკრეტული შედეგები მივიღეთ ამ ფორუმებისგან, იგივე გამოცდილების გაზიარების კუთხით და მომავალი პროექტების დაგეგმვის კუთხით. კი ბატონო, ჩვენ გარდა იმისა, რომ ადგილზე გავეცანით ამ გამოცდილებას სხვადასხვა ქალაქების, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა, ასევე შეხვედრა ჰქონდა რეგიონალურ კონკრეტულად რომელი ქალაქების გამოცდილებამდე დაიწყო? აქ იყო საკმაოდ საინტერესო კონცეფციები, რომელიც წარადგინა მაგალითად კომპანია Hitachi, როგორი შეიძლება იყოს მომავლის smart city, ასევე საკმაოდ საინტერესო კონცეფციებია იგივე თუნდაც განხორციელებული ჩინეთის, იაპონიის და თუნდაც იგივე ფილიპინების სხვადასხვა ქალაქების მაგალითებზე. არის იქ თემები, რომელიც ახლა შეიძლება მორგებული იყოს რომელიმე ერთი ქალაქის განვითარების კონცეფციას და რა თქმა უნდა იდეა შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ადაპტირებადი შეიძლება ნაკლები, მაგრამ არის თემები, რომელიც შეიძლება იყოს საინტერესო ესე ვთქვათ ჩვენი გამოცდილებისთვის. ფიქრობთ თუ არა, რომ რომელიმე პროექტი რეალურად განხორციელდება უახლოეს მომავალში? ჩვენ გეტყვით, რაზე გქონდა საუბარი, ძირითადად აზიის განვითარების ბანკი, რა თქმა უნდა, მუშაობს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თუმცა საქართველოში მის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის სატრანსპორტო მიმართულებაც, იმ გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომელიც დღეს თბილისს აქვს, სატრანსპორტო მიმართულება და კომფორტული გადაადგილების თემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, ამიტომ ნებისმიერ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება შეიძლება ამ კუთხით იყოს საინტერესო. ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე მიმართულებაზე, როგორც იცით, აზიის განვითარების ბანკის საშუალებით ხორციელდება ერთ-ერთი მეტროსადგურის პროექტის განხორციელება, ეს არის დელისიდან უნივერსიტეტის მიმართულებით და ეს უკვე ჩაშვებული პროექტია. გარდა ამისა, ჩვენ მქონდა საუბარი, რომ აზიის განვითარების ბანკის საგრანტო რესურსით შესაძლებელია ჩვენ განვახორციელოთ კვლევა თბილისის მასშტაბით, სადაც შეიძლება გაკეთდეს საბაგიროების ახალი მიმართულებები, რომელიც იქნება შემავსებელი იმ სატრანსპორტო საშუალებების გეტყვით ახლავე და მეორე არის ეს ველობილიკების მიმართულება. ანუ ეს თემაც აქტუალურია თბილისში და ამიტომ შერჩეული იქნეს სწორი ადგილი თავის ინფრასტრუქტურით, რომ ეს პროექტები იქნეს განხორციელებული. საბაგიროები ალბათ იქნება არა ტურისტებისთვის, იქნება იმ ადგილებში, სადაც ნებისმიერი მოქალაქე გამოიყენებს აქტიურად და ყოველდღიურად. როშ დავაკვირდეთ ჩვენ სოფლიო ქალაქების გამოცდილება საბაგირო ტურისტებისთვის არასრულებს გადაადგილების დროს ის მნიშვნელოვანი შემავსებელია იმ სატრანსპორტო სქემების, რომელიც არსებობს სხვადასხვა ქალაქებში. თუმცა ჯერჯერობით თბილისში არ არის ეს ტენდენცია და ალბათ არსებობს მეტროპოლიტენი და არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი. თბილისს რაც შეეხება, აქ არის ორი მიმართულებით და ამ ეტაპზე ორი, ასე ვთქვათ, მომავლის პროექტია, ესე ვთქვათ, განხილვაში შეიძლება ესე ვთქვათ, ეს არის ერთი თუნდაც იგივე უნივერსიტეტიდან წლეთის მიმართულებით და მეორე არის აზიანი სამგორის ხაზი, თუმცა მაინც ვთვლით ალბათ, რომ კვლევა, რომელიც შეიძლება ჩვენ აზიის განვითარების ბანკთან ერთად გავაკეთოთ, ამაზე ეგრეთ წოდებული feasibility რასაც კი, ეს ალბათ უფრო ზუსტად გვაჩვენებს იმ სატრანსპორტო სქემაში. როდის შეიძლება დაიწყოს? ჩვენ უკვე ჩვენ სატრანსპორტო სამსახურს აქვს აქტიური კომუნიკაციის რეჟიმი აზიის განვითარების ბანკთან. ბატონო გურგენიძე აცხადებდა, რომ სამუშაო
შეხვედრა მიმდინარეობს და მუშაობა მიმდინარეობს გეგმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს რეალურად დღეს, ვთქვათ, სატრანსპორტო იგივე მოძრაობის განმუხტვა, იგივე პარკირების სისტემის მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ალბათ ქალაქისთვის. მე აი მუშაობა მიმდინარეობს, ამაზეც ვკითხავთ, რომ ჩვენ ცოტა გლობალურად ხედავთ ამ საკითხს და შეიძლება ვაპრობებთ მათ დარჩეს დაბეჭდილება, რომ აი ამ მუშაობა მიმდინარეობს და რაღაც საჭიროა რაღაც გადაწყვეტილებები. ჩვენ ცოტა გლობალურად ხედავთ ამ საკითხს, კერძოდ გულისხმობ, რომ პირველ რიგში, იმისათვის რომ ჩვენ სწორად დავინახოთ თბილისში სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, ამისათვის გვჭირდება ეგრეთ წოდებული ტრანსპორტის გენერალური გეგმა, ანუ მასტერპლანი, რასაც ქვია, რომ ამან გვაჩვენოს შემდეგ, სად არის დაუშვათ იგივე მუნიციპალური ავტობუსის, მეტროპოლიტენის, ეს გეგმა დღეს ტრანსპორტის ამ კუთხით არ არსებობს და ამაზეც გვაქვს ჩვენ საუბარი, რომ აქედან დავიწყოთ. აი აქედან გამოვიდეთ, რომ ამან ზუსტად გვაჩვენოს მაგალითად სად რა სატრანსპორტო სქემა და რა გადაწყვეტილებაა მისაღები. თუმცა რეალურად ეს ქალაქის განტვირთვაზე არ იმოქმედებს იმდენად, რამდენადაც მანქანების რაოდენობა არის იმდენი, რომ ალბათ საჭირო იქნება, ასე ვთქვათ, smart cities-ებს ქონდა ჩვენ საუბარი. ამ გეგმაზე მუშაობის დროში გაწევა ხომ არ მოხდება? არა, არ მოხდება, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად ვცდილობთ, რომ ამ შედეგში აისახოს ეგ სამუშაო პროცესი, რაც შეგვიძლია smart city-ს უკვე ლაპარაკი. ვადებზე იცით რა არის, ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად არ მინდა რაღაც კონკრეტული ვადა დავასახელო, მაგრამ ეს კომუნიკაციის რეჟიმი არსებობს. რაც შეეხება ქალაქის განტვირთვას, ეს არ არის ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგი ვერ იქნება. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ავტომობილების ზრდა არის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი და მოდი დავარქვათ კიდევ ვთქვათ, რომ თვითონ ტრანსპორტის შედარებით ხაოტური მოძრაობა. დღეს მაგალითად პრობლემა იქნება სად რამდენიმე კვანტში და დღის ორ მონაკოჩი, დილით და საღამოს. თუმცა კომპლექსურია ეს პრობლემა რეალურად, მხოლოდ მანქანების ავტომობილების ზრდა არ არის. აქ ჩვენთან იყო სტუმრად არასამთავრობოები, ბატონ დავით მესხიშვილიც იყო, რომელსაც ახსენა პროექტი Smart City, რომელიც მარტ შეიმუშავეს და ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ ინფორმაცია ამ პროექტთან, იქ იყო გეგმები კონკრეტული, თქვათ იგივე დისტრიბუციის გადაადგმებასთან, იგივე კეთილმოწყობის სამსახურის სამუშაოსთან, აი ამ პროექტს თუ იცნობთ. ვიცნობთ ამ პროექტს და რა თქმა უნდა მივესალმებით ნებისმიერ მსგავსების შემოთავაზებას, თუმცა მოდი რეალურად ვთქვათ, რომ ეს არ არის Smart City, Smart City ცოტა სხვა რამეა, ის რაც მათ წარმოადგენს, ეს არის უბრალოდ საწუბების მართვის კონცეფცია. თუმცა გამოყენება ალბათ შეიძლება. რა თქმა უნდა შეიძლება, ჩვენ მათთან გვექნება აქტიური კომუნიკაცია და გეტყვით, რომ ჩვენ რას ვფიქრობთ, ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება, ასე ვთქვათ, ჩვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით და რამდენიმე მიმართულებით ავაწყობთ გეგმას, მაგალითად, რა შეიძლება იყოს ამ კუთხით უფრო მეტი კომფორტის მომტანი. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, რამდენიმე მიმართულებით რო ჩავშალოთ, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელმაც უნდა შექმნას ალტერნატივები. მეორე ეს არის საკანონმდებლო ნაწილი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს თუნდაც აი თქვენ ახსენეთ იგივე დისტრიბუციის თუ იგივე სამშენებლო ტექნიკის თუ სპეცმანქანების გადაადგილების გრაფიკი. არის ტექნოლოგიური ნაწილი, რომელიც გულისხმობს იგივე თუნდაც საწვდომის აპლიკაციის და საინფორმაციო ველის შექმნას. არის ასევე ცნობიერების ამაღლების და განათლების ნაწილი და ვთქვათ, რომ არა მარტო ჩვენთან ბევრგანაც ეს არის საკმაოდ ისეთი პრობლემა, როცა იგივე მგზავრი თუნდაც ან თვითონ ქეითად მოსიარული, ან თუნდაც მძღოლი არის, შედარებით მოუწესრიგებელი, ან ტელეფონზე საუბარი, იგივე თუნდაც არასწორ ადგილზე გადაყვება. ველობილიკებს რაც შეეხება. ველობილიკებს რაც შეეხება არსებობს ეს პროექტიც მერიაში. თუ არის მიმდინარეობს, ჯერჯერობით არ მინდა ტერიტორია დავასახელო, იმიტომ რომ კიდევ იქიდან გამოვალ, რომ ჯობია რომ მკვლევას დაველოდოთ და იმან ზუსტად გვაჩვენოს, რომ ეს იყოს და არ აქვს თბილისში ესეთი ადგილი და პრინციპში ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ დაუშვათ ეს სივრცე შევქმნათ ქვეითად მოსიარულეებისათვის. კვლევამ გვაჩვენოს, სად შეიძლება ეს იყოს უკეთესი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონტექსტი. ავტოპარკის განახლების თემასაც რომ შევეხოთ, ბატონ გურგენიძე ასევე აცხადებდა, რომ დოკუმენტების სრულყოფა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში იქნება თქო განახლებული ავტოპარკი, ევროსტანდარტების ავტობუსები შემოვა, ეს პროცესი რა ეტაპზეა დღეს? ეს პროცესი მიმდინარეობს და ასევე პარკირების სისტემის პროცესი, ეს ორივე დოკუმენტი მიგადის რევიზიას საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში, რომ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები ამ საკითხებში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის EBRD-თანაც, რომლის ფარგლებშიც ალბათ შედარებით გრძელვადაში იქნება გაწერილი ეს ავტობუსების განახლების ნაწილი, თუმცა ჩვენ ვიცით რომ დრო არ ითმენს და ასევე გვაქვს გარკვეული სამოქმედო გეგმა მოკლევად გრძელვადაში სრულად უნდა ჩანაწყვეტეს, მოკლევადაში გარკვეული რაოდენობის ავტობუსებზეა საუბარი, ამისთვის გარკვეული რესურსიც არსებობს და თვითონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თვითონ დაწყებული ტექნიკური ნაწილიდან, კვლევითი ნაწილიდან, იგივე ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებიდან და დამთავრებული სატენდერო პროცედურების
ჩათვლით აბსოლუტურად კი და იგივე თუნდაც ფინანსური მოდელი როგორი უნდა იყოს ამ ინფრასტრუქტურის კუთხით გარკვეული პროექტები ინფრასტრუქტურის კუთხით ჩვენ გქონდა ეხლა დაწყებული გვაქვს ანალიზი მაგალითად სად არის ის ბოლომდე რა შეიძლება ანუ მე შემიძლია გითხრათ იმ პროექტებზე რომელიც უბრალოდ მოძრაობას უკავშირდება და იმ კვანძებს სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა ეხლა ეს არ არის ჩვენს პირდაპირ მიმართულება მაგრამ გეტყვით რომ ძირითადი სამუშაოები როგორც ვიცი დაწყებულია და სამწუხარო ეხლა ყველა მიცით რომ დროში ცოტა იყო გაწელილი ეს პროცესი იყო პრობლემა დააწესა ძალიან ბევრ თბილისელს თუმცა ვფიქრობ რომ სადღაც ივნისის თვეში ეს პრობლემები თბილისში აღარ უნდა იყოს იმიტომ რომ პროცესი დაწყებულია და მე ვფიქრობ ძირითად ნაწილს ამ კუთხით მოვიდა დასაუბრო ძალიან ბევრია ზოგადად სამწუხაროდ დიდი თუ არ გვაქვს იმედი ივლისშიც განვიხილოთ ამ თემას როდესაც კონკრეტული შედეგი გეგმა როდესაც იქნება ამ გეგმაზე ჩემს აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენს გადაცემაში თბილისის მერის მოადგილე კილოქინანძე იყო ჩვენი სტუმარი მადლობა მას მოგზაურობისათვის ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რამდენიმე წუთში დაგებრუნდებით.